მოგესალმებით, მე ვარ ჩარგლის კვიდრი მოსახლე, მანანა გოდერძაული, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის თანამშრომელი და დღესდღეობით ალბათ სრულიად ფშავის წარმომადგენელი. ეს სოფელი საბაურთის მთავარანგელოზის ყბებით არის დასახლებული. ანუ საგოგოჭუროს თემის სოფელია. სულ დღეს 12 თემად ვცხოვრობთ. მე მაგალითად ვარ ახადის თემის, როგორც ხელაშვილი, ისიც ახადის თემისა იყო. ჩემი პაპა ჩამოსახლებულა ახადიდან და შემდეგ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოვედი ვაჟა-ფშაველას მუზეუმში. აქვე გავთხოვდი და რაზიკაშვილების რძალი ვარ დღეს. მყავს 2 ვაჟი და მეუღლე ხევისბერი. ხევისბრის ინსტიტუტი ჩვენთან რა თქმა უნდა ისე მოქმედებს. როგორც ერთი ფშაველი გეტყვით, რომ ვარ ქრისტიანი და მართლმადიდებელი, მაგრამ ჩემი სალოცავიც მაქვს გვერდით. და ჩვენი შვილები აუცილებლად უნდა გავიყვანოთ საკლავით ჩვენს სალოცავებში. და მივაბაროთ ყმად. ყმად უნდა მივაბაროთ, იმიტომ რომ იმათ რომ მე რამე გაუჭირდეს, თავისი სალოცავი დაიცავს აუცილებლად. ბევრჯერ აჯანყებულა ფხოვი ისტორიის განმავლობაში, ბოლო დიდი აჯანყება თამარ მეფის დროს მომხდარა, მაგრამ მისმა სპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა დაგვამხო, ასე ვთქვათ, ჩამოკაფა ფხოვი და გზა გაუხსნეს ბარისკენ მოსახლეობას მაშინ. ამიტომ არის დღეს ძველი ფშაური სოფლებით დასახლებული ქართლი, კახეთი და ასე შემდეგ. დღესაც ყველა ფშაველმა იცის, რომელი თემისაა. ერთი თემი ერთიანდება ერთი სალოცავის გარშემო. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას სათემო სალოცავია საბაურთის მთავარანგელოზი. ჩემი არის პირქუში, უძილაურების არის კოპალა, ქისტაურების არის იახსარი. წყაროსთაველია უკანაფშავლების და ასე შემდეგ 12 დავრჩით. ისტორიულად 15 ყოფილა. მაგრამ ზურაბ არაგვის ერისთავის შემოსევების შედეგად 3 თემი გაიბნა ბარის მოსახლეობაში, თუმცა მათაც იციან თავისი ადგილი, სალოცავი, ისინიც მოდიან ისევ საკლავით და თავისი ქავციხეებიც აქვთ ისევ ისე. სახელი ჩარგალი ამ ერთ სოფელს კი არ ერქვა თურმე, მთელ ხეობას ერქვა, მაგრამ შემდეგ ის სოფლები დაიცალა, რაც ამის ზემოთ იყო, აი აფხუშო მაგალითად, რაზიკაშვილების ძირძველი სოფელი. ეხლა ნასოფლარია და ბევრი სოფელია კიდევ ასეთი. მაგრამ ერთი დარჩა სოფელი ამ ხეობაზე და სახელიც მას დარჩა, ჩარგალი. რაზიკაშვილები ამანათები არიან. ამანათი ნიშნავს მოსულს, შემოყრილს. და ვინც დახვდება და მიიღებს, ის არის უნჯი. თემის სალოცავში მოიყვანდა ამანათი ერთ ხარს დაკლავდა, ერთ ქვაბლუც ადუღებდა და მიიღებდნენ სრულუფლებიან წევრად. არავინ არ კითხავდა, რატომ წამოვიდა თავისი ადგილმამულიდან. ეს წესი იყო. ლეკი ყოფილიყო, ქისტი ყოფილიყო, თათარი ყოფილიყო, ყველას მიიღებდნენ და ასეთი ბევრია ამანათად მოსული. ასე მოსულა რაზიკაც. ეს სოფელი მნიშვნელოვანია იმით, რომ ვაჟა-ფშაველა აქ დაიბადა, ლუკა რაზიკაშვილი აქ დაიბადა, აქ გაიზარდა და თურმე წერაც შეეძლო, აი ისე როგორც ვაჟა-ფშაველა წერდა, მხოლოდ აქ შეეძლო ასეთი წერა. იმიტომ ვერ გაჩერდა ვერცად სამსახურში და დაბრუნდა ბოლოს და მამის კერაზე დარჩა ბოლომდე. მადლობა ღმერთს, რომ აქ დაიბადა, იმიტომ რომ სხვა სოფლები ნატრობენ, რომ ნეტა ჩვენ სოფელში დაბადებულიყო ვაჟა-ფშაველაო, ასეთი ლამაზი იქნებოდა ჩვენი სოფლებიცო. ვაჟას სახლი აგერ იქ არის გაღმა, სახლი პავლეს აშენებული სახლია, სასულიერო პირი იყო პავლე რაზიკაშვილი. აფხუშოდან გამოვიდა, აფხუშველები არიან ესენი. ეხლა იქ აღარავინ არ ცხოვრობს, დაცლილია აფხუშო სოფელი. შემდეგ რეაბილიტაცია მოხდა, კაპიტალური და ზუსტად ისეთი ააშენეს, როგორციც ვაჟა-ფშაველა ცხოვრობდა. ეს გომურია აქეთ, არა ბოსელი. ბარის მოსახლეობა მას ბოსელს ეძახის. ბოსელი არის, ბოსელი ჩვენთან სხვა რამეს ნიშნავს. ქალების სამყოფია ბოსელი. სხვადასხვა დროს. ეს არის გომური, სადაც საქონელი ჰყავდათ და თავისი
ყორანა ყოლია ვაჟას ცხენი ძალიან ყვარებია თურმე ეს ცხენი მაშინ ხო მანქანა არ იყო გზა არ იყო და ქალაქში თავისი ხურჯინში ჩააწყობდა თავის ნაწერებს და დაურიგებდა რედაქციებს ქალაქში და ცხენით დადიოდა. შემდეგ ის ყორანა რომ ეთყობა უკვე დიდი იყო და რომ მომკვდარა, როგორც ადამიანი ისე დამარხა თურმე და ისე იტირა ვაჟა-ფშაველამ. იმდენად ემოციური იყო მისთვის ცხენი. დღესდღეობით ბევრი მთის სოფელი დაიცალა, დაცლილია, უადამიანობა გვჭირს. მაგრამ ჩარგალი ისევ ისეა, რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველას დროს რომ მოსახლეობა იყო, იმდენი აღარ არის, მაგრამ ეხლაც არის ზამთარშიც ერთი 20-22 კომლი ვრჩებით ზამთრობითაც. ჩვენ სოფელს ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავს, ძალიან ბევრი დამთვალიერებელი, ბავშვები են რაოდენობის, მოდიან, ღონისძიებებს მართავენ, უტოვებენ მუზეუმს თავის გაფორმებულ ჟურნალებს, წიგნებს, ნახატებს, მისი ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების წარმოდგენები აქვს და ასე შემდეგ. სოფელ ჩარგალს გარდა ვაჟა-ფშაველას მუზეუმისა აქვს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ქრისტიანული ტაძარი, სადაც ვაჟა-ფშაველას მამა პავლე რაზიკაშვილი სწირავდა, ღვთელი იყო, სასულიერო პირი და აქ მოღვაწეობდა. პავლე სხვაგანაც მოღვაწეობდა, ვთქვათ, მაღაროს კარში, ბარისახოში, მაგრამ მაინც ძირითადად სოფელ ჩარგლის ღვთელი იყო. გარდა ამისა, აქ არის კიდევ დასაფლავებული ეროვნული გმირი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის შეფიცული, რომელიც 25 წლის ასაკში მოკლეს ჩარგალში და მისმა დამ დუშეთის მაშინდელი მილიციის კარებიდან მოიპარა გვამი მისი და აი აქ დაასაფლავეს ტაძრის უკან. ისიც იყო სასულიერო პირი, დიაკვანი იყო და ამიტომ ისიც დაკრძალულია ტაძრის უკან. ანუ მუზეუმში მომსვლელ დამთვალიერებელს გარდა მუზეუმისა შეუძლია კიდევ მოინახულოს მიხა ხელაშვილის საფლავიც და მოილოცოს ჩარგლის ტაძარიც. სოფელ ჩარგალში ტარდება 2 სახალხო დღესასწაული წლის განმავლობაში. ერთი არის, რა თქმა უნდა, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე 14 ივლისი, ხოლო მეორე 25 იანვარი მიხა ხელაშვილის როგორც დაბადების, ისე გარდაცვალების თარიღი. აქ იკრიბება ხალხი, მოდიან ჯარისკაცები, სხვა საზოგადოება და დიდი ამბავია. მიხა ხელაშვილი ვიცით რომ იყო საოცრად ნიჭიერი პოეტი, თუმცა ბევრი არ დასცალდა. ახალგაზრდობა რა თქმა უნდა და ძველგაზრდობაც ვუფრთხილდებით ამ ორი ბუმბერაზი ადამიანის ხსოვნას, პატივს მივაგებთ და ამ ერთი პატარა მთის სოფლისთვის გაიშვიათებული მოსახლეობით საკმაოდ დიდი პატივია ამ ორი ბუმბერაზი ადამიანის აქ ყოფნა. თუმცა ვაჟა-ფშაველას ნეშტი არ გამოატანეს ჩარგლელებს და მთაწმინდაზე განისვენებს დღესაც. მისი ოცნება იყო თურმე აქ ერთ სარაყდრის გორს ეძახიან. იქ წარმოედგინა თურმე ვაჟა-ფშაველას თავისი საფლავი, რომ მთელი ხეობა ჩანს თითქმის იქიდან სიმაღლეა და სიკვდილშიცო ვუყარაულო ჩემ სოფელსო, მაგრამ არ გამოუშვეს. მთაწმინდაზე განისვენებს. გარდა საინტერესო სანახაობებისა, ფშავი კიდევ ცნობილია თავისი ავთენტური კერძებით. ჩვენ ახლა მოვედით ოჯახში მარიამ რაზიკაშვილთან, სადაც მოვამზადებთ სამ საინტერესო ფშაურ კერძს და მაყურებელს შევასწავლით მათ მომზადებას. როგორც თქვით, ჩვენ მოვედით ახლა მარიამ რაზიკაშვილთან ოჯახში და დაპირებისამებრ მოვამზადებთ ფშაურ ერთ-ერთ კერძს. მარიამ, რას მომზადებთ? ვამზადებთ ფშაურ ქადას, რომელიც არის სარიტუალურ წესის დანიშნულების და
ხატობარი თუ დღეობა რამეა, ამას ვაკეთებთ ყოველთვის ფშავში. დედმამა, პაპიდან, ბებოებიდან გადმოგვეცემა. ჩვენ უნდა გადავცეთ ჩვენ შვილებს და შთამომავლებს. ამას ეხლა უნდა კარაქის გული გავაკეთოთ ჯერ. კარაქით, ყველაზე კარგია კარაქით. გემრიელი. მარიამ, ეს ნაყიდი კარაქი გაქვს თუ სახლისა? სახლის არის ეს კარაქი. ანუ ნატურალურია? კი, აქაურია. აქაური საქონლის. ეხლა ამას გავადნობთ. გაადნობთ და რას ვამატებთ? ცოტა მარილს ვამატებთ. კარაქს არ უნდა არც წყალი. ხო, არც რძე. არც რძე. თუ ერბოთი ვაკეთებთ, მაშინ უნდა ხო. ან რძე, ან რძე, ან კარაქი. ვაკრით ეხლა ფქვილს. ფქვილი გვაქვს გაცრილი. მარიამ, ბებოცას იაკეთებდა, გემო გახსოვს? კი. კარაქის, აი ეხლა ნაღდის, სოფლის კარაქის და შინაური კარაქის გემოებით. ეხლა ნაყიდისას ვერ გეტყვი, მაგრამ ეს არის ძველი გემო. ჩვენი ტრადიციებისა და ბებო-პაპების. ეს ხო იგივე ხავიწიც არის? ხო. ხავიწი. აბა რა. სანამ მანან ამას გავამზადებ რა, შენ ცომის გუნდა ამოიღე? საქერქეს. აჰა. ცომი რძით ხარ მოზილე, თუ წყლით? წყლით მოვზილე, დროჟით მოვზილე, მარილი, სხვა არაფერი არ უნდა ქადის ცომს. მით უმეტეს თუ სალოცავში მიგვაქვს და რაღაც, მანდ არაფერი არ ერევა. აფუდება და მე უკვე გუნდებით ვაცხობთ იმაში, ფეჩში. ამას ეყოფა მე მგონი. თუ გინდა მე მოვახუშე. მოდი, მიდი მარია. ცომი მზად არის, ქერქი მზად არის. გული კარაქი, შინაური კარაქი გავადნე, მარილი მოვაყარე და მოუკიდე ისა ფქვილი. და всё. ამასაც ეხლა ძალიან თხელიც არ უნდა იყოს გული და არც ძალიან სქელი, რომ იშლება მერე ის. ეხლა ვახვევთ როგორც ხაჭაპურს. ეს ქერქი, გული თავი, რასაც მოეხვევა, ეს არ უნდა იყოს სქელი და ის დურკი. დურკს ეძახდნენ დურკი. სქელი. სქელი. ჩვენ ფშაურია ისა. და დურკვილიო არა? ხო. უნდა იყოს სიფრიფანა და თხელი. 4 იჭრება ჯვარის იმით. ამას პირიქით ჩხლეტდით, რომ ჰაერმა იმოძრაოს. ეხლა ეს ძალიან კარგად მოვიდა, რაღაც დაჩხლეტა უნდა. ეს უკვე გამზადდა. ეხლა ამას შევსვამთ დუხოლკაში და გამოვაცხობთ ლამას ქადას. საქებარიც აქვს ნათქვამი ამაზე. თქვი აბა რაც ტიალო ხავიწიანო, წველ გიდგა წურვილივითა. შაგჭამ და გულზე მამემბი ეთერი სურვილივით. ჩვენი ქადაც მზად არის. ეხლა ეს გავპოხოთ კარაქით. ეხლა ეს ჩარბილდება. მარტო ხელები უნდა ჩაიკვნიტო თითებით. მამა პაპურად. ეკონომია არ გვინდა. ეხლა გვინდა დანა და დავჭრათ. მარიამ, წყალი რატომ? არ ვიცი, აი ბებორო ქადებს გამოაცხობდა, იქ გვადგმეინებდა ახალ ცივ წყალს, მარილს და გვანთებინებ ანთებდა სანთელს და ვუსმენდით ჩვენ. დაილოცებოდა. ხო, და ილოცებოდა ბებო. ეხლა ვანთოთ სანთლები და დაილოცება ხევისπრის მეუღლე. კაცებრი. თქვი ეხლა შენ? ამ ქადასანთლით, ამ წყლით, ამ სუფრით. ღმერთო დალოცვილო და ცისა და ქვეყნის გამჩენო. მახედე საქრისტიანოს. შვილებს, შვილიშვილებს, სუყელას, დიდს, პატარას, რჯულიან, ურჯულოს, სუყელას, უშველე, გზა გაასწავლე მომავლისთვის და ჩვენი ჯიში ჯილაგი და რწმენა არ დაკარგულიყოს. გაგრძელდეს უკუნითი უკუნცად. გაიხარ. ეხლა დავჭრათ ეს ქადა. აბა დააგემოვნე ეხლა რა გამოვაცხვე? ხონდა? ფერზე ეთყობა რომ ძალიან გემრიელია.
ღმერთო უშველეთ ჩვენ შვილებს, როგორც შვილიშვილებს. როგორც ბებო ეთყო და მკვდარნიც კი დაცოცხლდებიან ამის საჭმელად. მარიამ, ახლა რას ვაკეთებთ? ხოვანებს. ვაკეთებთ ჩვენი ხალი ეს რომელი ჩვენი ბოსტნის მხალია, თვითმავალა. ხო, თვითმავალა. თვითმავალა მხალი. ხალი და ვაკეთებთ ხოვანებს. გასაგებია. უმატებთ ხაჭოს. ეს არის უგემრიელესი. ხო, ეს მართლა უგემრიელესი, აი მართ. თვითმავალა მხალი, ანუ ბოსტნის მხალი, აქაური, წვანილი, ხახვი, ყარაკი და მარილი გემოვნებით. ქინძი და კამა. ხო. ეს არის ხახვი, ქინძი და კამა მაგაში. ანუ ყველაფერი დაჭრილია და ერთმანეთში არეული, ანუ გამზადებულია. ეხლა ვამატებთ ხაჭოს, ახალ ხაჭოს. ვიღაცები ყველს ურევენ, მაგრამ ჩვენ ვიცით ხაჭო. აბა ეყოფა მე მგონი. ეყოფა და მე ახლა გუნდებს ამოვიღებ. ამ გულს კიდე ჩვენი კარაქი აქვს ისევ სახლისა გარეული. აქ თუ ვაკეთებთ ყველაფერს აქაური მასალებით ვაკეთებთ. ხაჭოა თუ ყველია თუ ერბო კარაქი სულ ყველა ჩვენი გვაქვს სახლის. ამიტომ ყველას მოსწონს ნაღდი და ნატურალური. ეხლა ამოვიღებთ გუნდებს. აჰა, შენ კარგად თაური მანანეგა. ახო ხინკალი იქნება თუ ხაჭაპური თუ ქადა, ეს თავი არ უნდა გქონდეს სქელი. იმით ფასდებოდა ფშავში ხინკალი, რომელსაც დიდ თავებს არ ადებდნენ, არ ადურკებდნენ. ეხლა დავსვათ ტაფას. ჩემი ძმა არის ხევისბერი, ჩვენი ფშავის და მოგვიყვება მისი მეუღლე ფშაურ წესადათებს ხევისბრისას. რა ხდებოდა, როგორ იცავს ხევისბერი იმ წესადათებს, რაც შემოგვინახეს და გადაგვრჩა. აბა მოგვიყევი ახლა. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ და კითხულობენ, როგორ ირჩევენ ხევისბერს. ხევისბერს არ ირჩევენ. ხალხი არ ირჩევს მათ. ხალხი არ ირჩევს ხევისბერს. ხევისბერს ირჩევს თვითონ სალოცავი და ღმერთი. როგორ ეხლა უკვირთ. ხო. როგორ და სიზმრით, გამოცხადებით მოხუცი ხევისბრების ეკნებათ გამოცხადება, ისინი ნახავენ და თვითონ ესეც კანდიდატი ვინც არის, ესეც ნახავს. გამოცხადება ეკნება, სიზმარი ეკნება თუ ცხადი ეკნება. ხშირ შემთხვევაში ვიღაცას არ უნდა და არავისაც არ უნდა, რა უნდა. ძალიან დიდი ტვირთია. ეგ არის ძალიან ძიმე. კი, ჩემი მეუღლის შემთხვევაშიც ასე მოხდა ზუსტად. დიდი ხნის განმავლობაში გამოცხადებები ჰქონდა, სიზმარში ეცხადებოდნენ, ავალდებულებდნენ, რომ ეს უნდა გააკეთო. მერე მოხუცმა, აი სოლომანმა, გოგნელაშვილმა ურჩია. ხო, ურჩია, რომ მეო რაღაც ისეთები ვნახეო, მოხუცმა უთხრა. ეს ახალგაზრდა იყო მაშინ. ძალიან ახალგაზრდა. რომ შენ რაღაცები გევალებაო და თავს არ უდებო, ესე შეეკითხა თურმე და მიხვდა, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა და მერე რიტუალი სრულდება, ხელმხარს უნათლავენ, სალოცავში მივა საკლავით და იმის მერე არის ხევისბერი, ოღონდ წმინდად უნდა შეინახოს. ხევისბერი არავის სახლში არ შედის. სხვისი ტრანსპორტით არ მოძრაობს. ადრე ეტყობა ეს ცხენებით ხდებოდა ეს ახლა მანქანებია და ფრთხილობენ, იმიტომ რომ ხელმხრისნან, ანუ წმინდა კაცია და წმინდა საგნებს ეხება ის სალოცავში, ამიტომ ვერ გაჭუჭყიანდება ასე ვთქვათ. მე მახსოვს, რომ ძალიან იტანჯებოდა ეს ჩემი ძმა, სანამ ცოლს მოიყვანდა და სანამ რაღაცა კითხულობდნენ, ღამე ესიზმრებოდა, სთხოვდნენ, რომ შენ იქ უნდა მოხვიდეს. ჩვენ სალოცავში, აფხუშოს წმინდა გიორგია, სადაც ლოცულობდი. გზაზე მიდიოდა ეს ჩემი ძმა და იქ ხდებოდნენ მოხუცი კაცები და ეუბნებოდნენ, შენ ამ გზაზე უნდა წამოხვიდე. დაიტანჯე ესეც ახლა ძალიან დიდი მძიმე ტვირთია ხევისბრობა და მარტო ის კი არა, მთელი ხეობის საქმეს განაგებს, როცა რამე პრობლემა არის და გადასაწყვეტია ხეობაში და სოფელში და მერე ურჩიეს, რომ თუ არა და ძალიან ცუდად წაუა საქმე იმის საბოლოოს და თვითონ მასაც. ძალიან ბევრი იწვალა, მაგრამ როგორც იქნა, დაითანხმდა რა დალოცვილებს და დღეს ხევისბერია
სხვათა შორის ძალიან კარგი, ძალიან კაი ხევისფერია. ნახე რა კაი. შეგიძლიათ მიირთვათ. ვისაც გსურთ ნამდვილი ფშაური მხლოვანა როგორია? არა ჭარხლის და არა ისპანახის. ეს არის მხლოვანა. ფშაური. ერბოში ამოტურტული. დაილოცო სამის მომგონი. ქადისა და მხლოვანის შემდეგ ამ გადაცემას ვერ დავასრულებთ ფშაური ხინკლის მომზადების გარეშე. ვასწავლოთ მთელ საქართველოს. ვასწავლოთ მთელ საქართველოს როგორ ხინკალს ვამზადებთ ფშავში. ყველა კუთხეს თავისი ხინკალი აქვს. დამახასიათებელი. თავისი გემოებით აზავებენ, მე ასე ვიცი. მაგრამ ფშავში, როგორც ფშავში დაიბადა, მე ასე ვიცი, ფშავში დაიბადა ხინკალი. და ამას თავისი ისტორიაც აქვს. ბებო გვასწავლიდა, რომ ფშავში დაარსდა ხინკალი. ამაში რა არის ახლა? მანან ამაში არის ძროხის ხორცია. ძროხის ხორცი. ხახვი. ჩვენ არ ურევთ ამაში ღორს. არა. ჩვენთან ფშავში ვამზადებთ ხინკალს მხოლოდ ძროხის ხორცით. ღორს არასოდეს არ ურევთ და არც ვჭამდით და ჩვენი წინაპრები და ბებო პაპანი რომ ეს იყო უწმინდური. ამ ძროხის ხორცში გარეული არის ხახვი, კვლიავი და წიწაკა. მეტი ამაში არაფერი არ არის. თუ გინდათ ნამდვილი ფშაური ხინკალი, მეტი რაღაცები არ უნდა უყოთ. დავაყარე მარილი, ეხლა ვზელავთ ხინკლის ცომს. ხინკლის ცომი უნდა იყოს ცოტა მაგარი, ხინკალი არ ჩაგვეშალოს. ამით დამთავრდა ჩვენი გადაცემა. მოვამზადეთ ფშაური ხინკალი. კაცს მიღმა ალბათ დავაგემოვნებთ იმედია. მარიამ, დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, მასპინძლობისთვის, ფშაური კერძების მომზადებისა და სწავლებისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მაყურებელს კი ვთხოვთ, რომ ჩამობრძანდნენ, ისიამოვნონ, დააგემოვნონ, ისწავლონ ფშაური კერძების მომზადება, არა მარტო ხინკლის. მადლობას გიხდით, დრო რომ დაგვითმეთ და გემშვიდობებით ფშავიდან.